დაგვეთვალერები. მეც იხე ძალიან კარგად ვიცი და ყველაფერი დამათვალიერებდი. მე რასაც ვიცი. აქტივ სიმშვიდე რა. ლესბანიცას დამათვალიერები, კარცერებით სეკორპუსის დამათვალიერები. გაიხარცო. სეკორპუს ყველა ის. ყველაფერი დამათვალიერები. გაიხარე და შენ დამრავდი მაინც. შენ ოპერატორი შემოუშვით ჩემი ჩქარა ციხეზევა და გაურეკეთ ოპერატორი შემოვიდეს დასწრაფოდ. შევედი მე უკვე ჩქარა შემოვიდეს. მოხსენე ამის. ამის ყველა უფროს. ხომ არა, ключნიკების როლში პატრულია ეხლა? პატრონმა არ იცის ეს საწელო მიხედავ რა, ეხლა ერთდროში არ მოხდება ეს. ვიცი, მაგრამ საშიშიც გია პატრონ პატიმარი არ აქვს არა. ყველაზე პატრონს არ აქვს პატიმართან შეხება. ესახები? მიდან მუშაობდი ჩემს სოციალურ. მე რო აქ ვიყავ, მუშაობდით? ჩავა, დამრაც იხედავ თვალები, რა არ გინდა. არა, მეცნო უბრალოდ ეს დასაგებია, მაგრამ გარი რამდენიმე ძველი თანამშრომელი. რა. დავიდე ცეკორპუს. ჩავა, საწავოთ, მაგას მე გადავწყვიტე, ჯერჯერ წამომდევი, რამე თუ გამოგვჩება, მე ერთად წავიდე. კარგი? აი, წავიდე. ბენზადებით. ის უბრალოდ ხარ. ხები ჩვენ ვცნობთ ეს შეხედა რა. არა. მე გავიგე ჩემ თანამშრომლებთან. მე ვცნობ ვიღაცები ჩემ თვალწინ ვიღაცები ცენდნენ და უბრალოდ მაინტერესებს. თუ იცანი თქვენი ბიჭო. შემოვალ. თუ შეიძლება კითხვები დავსვა, შეიძლება თუ არ გავსვა. არ დასვა თქვენ მე და დავდაგოს გასვა. მე მინდა მოვიაროთ ეს. არცერებს. მე ამ დროუნ. კი. აი, შიგნით რა გადმოხვალ შენ გამოსწორ რა. ეს აკუსია. პირველი კორპუსი. ცეკორპუსი იქით არის. მაიცია. ცეკორპუსი არის ყველაზე უხალისი სიტუაცია ცეკორპუსი. ცეკორპუსი. ესა არცელებში ამერიკას ყავს. არცელები განთავსებული საერთო კარანტინი დაშენია. აბა ის კარანტინი რომელი არის სადაც ყველა ლაპარაკობს. სადავე კამიტინგი ასე როგორ? ასე უნდა გავაკეთო. მაესტრო. არა, მაკეთ. გადაიღე ჩარტრი ბიჭო. რა ხდება ბიჭებო, ბესპრედელი რამე არის? ყველასთან. ცეზე გადავაც და მოვა, ცეზე. არ გინდა შუმოკი, არ გინდა. ნუ ხმაურო. არ გინდა შუმოკი. დამშვიდი, არ გინდა. ციხის ჟურნალისტი, всё, მივხვდით. აი. მოვა, ყველგან მოვა. ცეზე გადავალ ბიჭებს ნახავ და მერე. ნაცვალი. არ გინდა შუმოკი, არ გინდა, შუმოკი არ გინდა. არ გინდა შუმოკი, მოვა.
მოდი ბიჭო მოდი ახლა ციხეზეც კარცერში პატიმარი არ არის? აი, ანუ პატიმარი ციხეზე კარცერში არ არის? არ ჩაგიწევია ყველა აცი. ყველა აცი. არა, კარგია. იო, კარგია რომ ყველა უზავია კარცერში. არავინ არ არის არცერში ციხეზე კარცერში არ არის. არავინ არ არის რომ დარწმუნდეს ყველაფერი, მაგრამ არაფერს სასწაული არ ხდება. და მაშინ საქმეში შევეცდები. მაგის მოვედი. საქმე, ესე იგი აქ აქვს თუ გაარი, ხო? წინ აქ აქვს თუ გაარი. აღმოჩნდა გამიყო, რომელიც აი 21-ს. გამარჯობა ბიჭები. რა ხდება? თუ არ უნდათ, ნუ გადავუვართ რა. თუ არ გინდა, არა, ვერ ვიღებთ ახლა. რამე პრობლემა ხო არ არის, რამე მოპრობაზე, ვინმე ხო არ შეგიძლია დაასახელოთ, ვინც სულად გექცეოდა. არა, ადრე, ეხლა კი არა, ადრე. არ არის პრობლემა, ეხლა სხვა დრო არის და ვინც გაწამებდათ, ვინც სულად გექცეოდათ, ვიცი ეს მე ყოფილი პატიმარია. გვარები გითხარი და სახელები. გელა დემეტრაშვილი. ვისი თქვენი? ხო და აი ეგ მაინტერესებს. გავიგე, მაგრამ რა ვინმე ხო არ იცით, ვინც სულად გექცეოდა. ეხლა კი, მაგრამ ადრე არა, თქვენზე არავის არ უხმარია ძალა. გელა დემეტრაშვილი მე ვარ. კაი, აბა წავიდეთ ერთი. რენდომლინა. ეს პირველი მოიცა. ძლებო მოიცა. მოდი. ვინ არის ახლა? ხო აბრახუნებით არა მოდი. ვითხარი ახლა კონკრეტულად. ვინმე არის ადამიანი, ვის თქვენზე ადრე ძალადობდა, ცემდა სახელი გვარი. თუ იცით, ნუ გეშინია. ხო და თქვი მაშინ რა. მიდი მაშინ მითხარი, გვარი სახელი მითხარი. მე ნუ მეუნები მაგას მოო. მე შალო ვარ ამიშვილი და იცი სადაც ვიყავი და მითხარი. ავარი აბა. რაო ბიჭო? მითხარი, მოდი ძმაო აქეთ, მოდი მითხარი. ჩალო, ერთ წუთი რა თუ შეიძლება გამიდეთ ხო, დამძევით ამიტომ. ეხლა ეს არის მესამე. ადრე დემოკრატიაზე რაზე უღლებ აბა ის კამარ გაი ზევი დავასწავლე ბეზმანის გადაუდგა სტაილიკა და ახლა შუმობია დავასწავლე
ჩალო. ხო? ვინ მეძახის? კამერა თქვი. 22. ამავინახა. გამარჯობა, მე ვარ ტოჩიძე გოროზია, აი რა გეშივა. რა ხდება? კონკრეტულად მითხარი რა? კონკრეტულად რა ხდება და მე მოკრებია. ვინ? ვინ ოფიცრობა? გვარი სახელი ოფიცერი. და ვერ გეტყვი. ეს ხო არ გამოდის? მიუხედავად ამას, ვეტყვი და ჩემები სახელი. ვარ აფხაზეთის ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი. სიმიანი კაცი. გასაგები, აი მიხედე თაინი. ვინ ემუქრება? ვინ გემუქრება? იც შეგიძლია დაასახელო? ვერა, ვერ ვიცი, იმიტომ არის სახეზე იცნო? ყველას მიუხედავად. ყველაფერი, მე გავიქცევ ყველაფერი. ყველაფერი მაგ განაჩეხი. ომის ინვალიდი ვარ, ომის შემომხედეთ. არაფრის გულისთვის ვარ. 9 წელი და 6 თვე მაქვს ნოშტილი. ნეგრებს არ უკეთებენ, ნეგრებს არ უკეთებენ. რასაც ჩვენ ნეგრებს. შუმოკი აირევა. აირევა. აი მაშინის კურსი რაღაცას კი. ეგეთ მასის გადავიდა. ბევრს ჯერავს და 11 დღიანი პრეზიდენტია. როგორ დათანხმდით? ანუ შენ мотиваცია რა იქ? ჩემი мотиваცია ერთადერთი არის ის, რომ ის მდგომარეობა, რომელიც არის სისტემაში ერთადერთი უნდა მე მოვიდა ძიმე პერიოდი, როდესაც არის სრული ნდობა ამ კადრების გამოარვის საფრთხეს მე ისინი ძალიან კარგად წლების განმავლობაში მუშაობდი იმაზე, რომ ეს მოხსარიყო, რემონტებს და აქედან გამომდინარე, უბრალოდ ეს მინდა ის, რომ ეს როგორმე მოსკო თავიდან ბოლომდე ავაშენო. აბსოლუტურად. ჩვენ ხედავთ როგორც პერსონალი როგორც რა. ეს წარმოუდგენელი იყო თუნდაც სამედიის. აბსოლუტურად თავისუფლება ერთი რამე მინდა ვთხოვო. გასაგებია რომ პატიმრები ძალიან ანაბიულებული არიან. ჩვენ არ გავზარდეთ შვიდა დავიარო. მე უნდა მომეცეს დრო რომ ყველაფერს მივხვდი. მე შენ იმიტომ ვთხოვე აქ შემოსვლა, შენი თვალით გენახა, რომ არაფერს არ უშავებ. მე დარწმუნებული რომ დღეს არც გუშინ სამედიის მანამდე რა ხდებოდა ნამდვილად ვერ აი იმ შეშენაც. რა თქმა უნდა ჩემი მიზანი ერთადერთი არის შეკითხვა. ხო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. შენ მინისტრი ხარ, ვერ გეკითხე. შეგიძლია სახელმწიფოში გადაგიხადო. ამიტომ მე მქონდა ეგ შეკითხვა პროკურატურა და სასამართლოს. სადაც შენ თვითონ იცი რამდენი საქმე მიდიოდა. როგორ არ უნდა დაეკისროს იმაზე რაც ხდება. რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა მინისტრის პოზიციიდან შავა სწორედ გამიგე ამაზე ამ წუთას ვერ ვისაუბრებ. კარგი, რამე სტრუქტურულ ცვლილებებს თუ აქვს. პატუს აქ არაფერი არის ატო შავა დაწესებულებებიდან გავა მაქსიმუმ ხვალ ამას მივხვდი. იმიტომ რომ არაფერი არის. შავა პატრული გავა ხვალ. გარდა ამისა, მე მინდა რომ ვისარგებლო და ხო რომ ეთერში სულად გავუშვათ ყველაფერი. გუშინ იყო სპეკულირება გარკვეული სასწრაფოების მიმოსვლაზე. ეს იყო ჩემი ბრძანება, რომ ძიმე ავანტყოფი ვინც იყო, რომელსაც ჭირდებოდა სამოქალაქო სამყოფოში დაყოლა, ყველა გაეყარა. დღესაც რამდენიმეს დავიყვან და არ მოყვეს ამას სპეკულირება, რომ ვინმე ცემეს და გაიყვანა. გასაგებია რომ ეს ჩემი პირადი ბრძანება იყო ამოვატანიეს სია და სათითაოდ ყველა პატიმარი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, გავაგებთ. კიდე მინდა გთხოვ, შენი ეთერი, როდესაც დარწმუნებდი, რომ დაწესებულებაში არის ნორმალური სიტუაცია და გასაგებია ესეა, დამერწმუნე აქ რომ თითოეულ პატიმარს უნდა მხელი დააგეროს და აკაროს. ძალიან ცუდად დამთავრდება. მომეხმარე შენი ეთერი მოსახლეობას მიაწოდე ინფორმაციას რაც ამბობენ ეცაც. უბრძონას გავხსნი ახალს ძალიან მალე, ძველსაც მივხედავ. ერთბაშად ნუ მომთხოვთ აქ სასწავლების მოხდენას, მემკვიდრეობა იცი რომ არც თუ ისე სახარბიელოა. მე ძალიან დიდი შრომა მომიწევს იმაზე, რომ ეს ყველა უდოების ყველაფერს მივხედავ ეტაპობრივად. აბსოლუტურად. გუშინ უკვე მაგაზე მქონდა საუბარი, ნელ-ნელა დავიწყე. აქტივობების თემა ხალხი. ყველაფერი კომისიის დებულება შეიძლება მაგასაც მიეხედება. ასევე ჩემთვის პირველი ამასავალი წერტილი არის. აღარ იყოს იმაზე საუბარი, რომ ციხეში ვიღაცას ცემენ, ეს არის პირველი და მთავარი. მეორედაც ჩემთვის მთავარი არის ის, რომ ჯანდაცვის პრობლემები მოგვარდა. შენ გასულს ეს იყო ჩემი ორი პრიორიტეტი. ვიზახი არის მოპროფესიონალიზმის ექსპორტი. რა თქმა უნდა, სიმპლიკობის მაჩვენებელი უნდა მკვეთრად დავარდეს და მე ამას ყველანაირად ვეცდები, რომ ხელი შევუწყო, რა თქმა უნდა, 5 წუთში ვერ მოხდება. ასევე ტუბერკულოზს მე ციხიდან ავიყვან 1 წელიწადში ფაქტიურად დავიყვან. ტრიანად თუ არა და დავარდე ბოლომდე ამ ინფექციის გამოსავალს. ასე რომ იცი შენ რომ ძალიან ბევრს აქვს. აქედან იგი როგორ არის? ეს პრობლემა მოგვარდება. შინციანი პატიმრები რომ შინციანი პატიმრებთან იშლება. მაგასაც მოვული. შალო ყველაფერს ახლა 5 წუთში ნუ მომთ
პრობლემები მე ძალიან კარგად ვიცი დეტალურად. აქედან გამომდინარე, ყველაფერს მოევლება. ეხლა კიდე ერთი რომ გამოვიყენოთ ესა 1500-ზე მეტ ადამიანმა ისარგებლა გუშინ პაემის უფლებიც რიგარეშე ორი დღეში ყველას ვაჩვენებ ყველას რომ იცოდე დარჩი ორი დღე დაგჭირდება ხო ეგრე გუშინ პირველი კიდე რაც მოვიკითხე კაცერები რა ნახე არავინ ერთხელ დაჭირილი არ მყავს მე არ გამოვიწყავ ვაფშე ნახო ვინმე ადამიანი რომელიც შეიძლება თქვა ერთი კვირის უკან რაღაცა ატკინეს ხო მაგრამ ხო მინიბოდიში კაცერი იმას კი არ მომო დაჯის მექანიზმი არის კანონიერად უნდა იყოს გამოყენებული არა მაგრამ პროპორციულად და კანონის ფარგლებში ეს მიყობს ჩემი მითითება რომ თავიდან გადავხედავ მთლიანად სისტემას და კაცერი რა თქმა უნდა იქნება გამოყენებული ციხეში დისციპლინისთვის და არა იმისთვის რომ ვიღაცა უკანონოდ დაისაჯოს გარდა ამისა კაცერი არ გამოიყენებოდა შენიცი რომ ხალხს ძალიან ხშირად აქ აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას ეგ აღარ განმეორდება მე არ გამოვიცავ სადმე თითოეულ ფაქტი ამოვარდეს ყველა სისტემური ხასიათი არის სისტემური ხასიათი გამორიცხული არაფერს აღარ ექნება მე ვპირდები რომ ჩვენ ამ სისტემაში დავამყარებ სრულ წესრიგს მე თუ ამას ვერ გავაკეთებ მე ჩემი დავტოვებ ამ თანამდებობას გავიგე მაგრამ მიხეილ სააკაშვილისგან კარგლანში სრული მე გორიხდები რომ შენ აღარ იქნებოდი მაშინ პირდები ამას ერთი წუთით რა ძალიან გთხოვ გელაპარაკებათ ამ სისტემის ახალი მინისტრი გარანტიას გაძლევთ თიც არავინ არ დაგაკარებთ შეურაცხყოფას არავინ არ მოგაყენებთ დამშვიდით გთხოვთ ნუხმაურობ მე ვარ იმის გარანტი რომ ამ ციხეში ეხა სრული სიმშვიდეა და ესე იქნება ძალიან გთხოვ მესმის რომ რთულია მაგრამ გთხოვ დამაცადეთ რომ ყველაფერი დავალაგოთ გთხოვ ყველას გნახავთ. უბრალოდ მე რომ გადავიდეთ ჩვენს დამწყებას არ გადავალებ. ძალიან გთხოვთ. ყველამ საჭიროების კუთხე შეგიძლია გვანახოთ? ამაჟო, როგორ ზამბობ? საჭიროების კუთხე არის მისახედი სისტემა და აი სიაბანდი იყოს საჭიროების. ვიცი, მაგ მიწერია, ჩემ მაგას და მაგას მოვა. ილერას კაბინეტი ეს. ეს არის ვარიც. შავა, ვიცი, ყველაფერი მიეხედვით, უბრალოდ ეხლა ძალიან ბევრი საქმეა, მისახედია, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, დაიზრდება სრული ყურადღება მიექცევა თერაპიაში ახლა ჩვენ თერაპიაში კი მე არ ყოფილი ვარ, ოღონდ მაღლა. ძალიან ბევრი ცუდი რაღაცა ძალა ეტაპობრივად სისტემას მიეწოდება. მოაკვირვებს გამრიგება.
ამ პროცედურებს აკეთებ, ხო? არში, ხო. არ შეხვდა კამერა. კამერას არ შეხვდა. სამეურნეო. აბსოლუტა. აქ ნოერს რა. არა, ფსიქიატრიაში. არა. ფსიქიატრიული არ. რამე ხო ზონა გადავიდეთ ესე წინ. ერთ კამერაში მიკროფონი შეყობულა. არ გადავიდა. არა, ფსიქიატრიაში არა, ნაბა. ფსიქიატრიაში მასიავით მამა. ისა რაკეთები არის ხალხი? აგუგები პრობლემა ისე რა გამოსწორდა ვერ ზოგადად. ძალიან პრობლემა. მოვიდეს კრუშნიკი ესა. ისა. დაგონიკო. მოგავაღო ისე. სულ გამივიდე რა. მოდი. არა, აღმოჩნდა გამივიდე. ნუ რა კამერას გაცოს ამერიცინო ნაწილი. გამარჯობა. არა, აგიღებ, არა. რამე ის ხო არა სახეზე აგიღებ. კაი, ისე შემოვა, როგორ კამერები არ იქნება. ნორმალურად ხარ ყველა. ნორმალურად. კი. არა. ხოდა. რამე ჩივი ხო არა. არ ვიღებ, არა, კამერა არა. კარგი ხარ, რასაკეთე? მოგებასთან დაკავშირებით ხო. მაგ დამწროებიც იყო და ვიცი, ყველაფერი ვიცი. ეს კაცი გომები და მისმა ეხლა ნაგარა ვიცი, ხო. ეს კაცი იგია, ზურა, ხა ეს ყველა კარგად იცოდა. დამბანჭი, ხო, ცუდო მაგარი ცუდა და ამ პროდუქტს და წინა დირექტორი, ხო? შემოვა, բայց კამერის გარეშე შემოვა, ერთი წუთი დავნე შემოვა. არა, შემოვა. მე შევა მარტო. რა გინდა კამერა? შემოდიო კაცი მეუბნება, იქნებ რა? რატომ შემოვიდე შავ? დაელაპარაკე, აქედან დაელაპარაკე. გინდა შემოვიდე. ხო, ანუ საქმე. სადაც 8-დან? კაი, გავიღებ და არ გადაგიღებ სახეზე. გაძიეთ რა კამერა. არ ვიცი, ხო, ხა რა არის გადასაღები. კაი. სინო ის არის. პაციენტები არის. ხო. ნუ თიმას არ მინისმა ფატიმა მე აკეთავს ერთ ამბავს შეგიძლიათ ჩართეთ ვარჩი მე არაფერს არ ვამბობ უხერხულობაში არ ჩავარდეთ თუ იქნება აი აქედან გადავიდეთ აქტირობაზე ხო? აქტირობას არ აქვს 2000 სიბეთ ჩამიწერეს მე ვიცი, ხო. ვიკეთებენ უნალობენ მაგრამ აქტირობებზე და გადავადებებზე ხო დავადება რა ტუბი გაქვს კიდეს მე-6 თვეში მეორედან წამიყვანეს C-ს აქამკიდეს სისტემაში აბსოლუტურად ჯანმრთელი რა გამდიგა კონჯი აქ არ დახსოვარ აქ მე სოლასნარო შემოვიდა მახსოვს კი 10 წელი ვიჯექით ისა 10 წელი მახსოვს არაფრისთვის გაბრებისთვის კაი მოგრობასთან მოგრობასთან აქ იცახი ხო აბსოლუტურად ყურალობენ ისე როგორც გარეთ აქ არა ცემები დამწროებული არავითარი როცა აქაც იხარ მაშინ და სხვა ესენი იყო შეიცვალა მე ერთი რაღაცა უნდა გითხრათ აქ მუშაობდა ეგეთი გიორგი ავსაჯანიშვილი ვიცი რომელმაც უწმინდესის კურთხევა 6 ხარება დღეს ეგ აღარ მუშაობს ამ სისტემაში. რა შეგვიძლია მუშაობს იქ არა, გუშინ განთავისუფლებულია. რა მახსოვეთ ძალი სტრასბურგის ჩემი საბუთები უწმინდესის სურათი რომელსაც კურთხევა მთელი წარეთა წაიღო და მე რა კი ბატონო, მაგას მოვიკითხო, ეს კაც სისტემაში აღარ არის. არც აქეთ, არც იქ. აკაუნტზე კიდევ როგორც გარეთ ისე კურთხევა მე ზადარ ვიჭი ჩალო, ეს რამე. ხო, თან ბევრი საქმე. კაი, მოვჩე. ხო. კი ბატონო. სხვა მედია შეამოშვე. კი, ყველა შემოშვებულია, მაგრამ შენ მოხდია გოგობირება. და სხვაგან მუშაობს. სხვას დაელაპარაკები კიდე. მაგრამ თუ დაელაპარაკები, მაშინ ეს მოდი ესე ვთქვათ რა, შენთან დავამთავრე მე სხვას მოვუდგა და საქმე მაქვს შიგნით რა და მაცადე ხეთო. შენ რომ ხედავენ ხმაურობენ და დავამთავრე. უბრალოდ ხორო, გავუშვიდე, შენ რო არ დაჭრი ვიცი. ავიგე. მაგრამ შენ მაინც არ იყავი სწორად შენ. არა, იმასაც დაკავშირებით რომ თუ შენი ამ საქციელ გამოდიმე პაკეტებს სიცოცხლეს იხსნი, უკვე კარგია შენი საქციელი. მიშასთან ასუზილობის აღება საუბარი. მე პასუხისმგებლობა ავიღე
ხალხის წინაშე, ამ ადამიანების წინაშე ზოგადად გამოვასწრო რომ არ მდგომარეობენ. ასე რომ ამას დავაკეთე. თუნდაც ის ეხარები რომლებიან რა თიც არ აღარებენ და პატრიოტის ცენტრი პროფიან, მე მგონი ეს უკვე საკმაოდ დიდი ცვლილებაა. ესე გაგრძელდება. ეხლა როგორ გავაკეთოთ მანქანით გავიდეთ. ისე მანქანით გავყო. ახლა მანქანით დავიდეთ. მე და შეჭამე. მე შალვას გავიყავ, მაურია და მე ჩვენ გამოვიარო. არა, ჩემ ჩავდე შავდე. კი ბატონო. შეგვიძლია რომ არა, ერთი კაციხია გოგო ეს გამოსასვლელი ერთი. იქიდან გვინდა რომ. მივდივართ რა. დაო დირექტორის გამოსვლელი. კილერას კაბინეტი არა ინტერესი. აბა რომელია? აგე აქა არის ცნობილი კაბინეტი. უბრალოდ შალვა, ამინდა თხოვე. როგორ გავიდეთ ახლა 1000 მანქანა მოვისმინე, ბოლო დროს გავხსენე. ამოუძახე მანქანას. ხო. 1000 ყოილი მოვისმინე, რომ აქ ხდება კიდე რაღაც სასწაულები. შენს მერე დარწმუნებული ვარ, აი მე გეუბნები მაგას, შენს მერე, შენ კოთოლოფეშ, მე დარწმუნებული ვარ, არაფერი არ მოხდება. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ის პირი თელ სისტემაში ვინც ამას აკეთებდა, შენ მათი გვარები იცი. ნატილი, თანამშრომლები, ეს ვინც მე ვიცოდი, გუშინ თავისუფლებული არა ჩემო კარგად. აისა დავავალე მე სადის ახალუფროს, რომ ასევე გამოგიკითხოს პატიმრებისგან, რა ხდება ზოგადად. შენ ასობი ხო ხავს? იცი უნდა გავერკვე რა რამ ლაპტოპი. ასობი ხავს, ასე შენ ხავს, ორი ასობია. კი, ერთი წუთი რა, სისტემაში ჩასწარებელია სრული რეორგანიზაცია, რომელიც დაწყებულია. ასობი მყავს მე თუ მონიტორინგის სამსახური ძალიან კარგად ვიცი, თუმცა იქ მოსაყვანია ახალი თანამშრომლები. გარდა ამისა, მე რა თქმა უნდა, ყველა ის კონკრეტული ინფორმაცია რა თქმა უნდა 3 წლის განმავლობაში როგორც სახალხო დამცველს გუშინ მივეცი სადის უფროს სია თანამშრომლების დღეს ისინი არც ერთი სისტემაში აღარ. სადის უფროს შესახია ზოგადად სახელად უილია გურავენ სხვა ადამიანში ის კაც გადაერია გუშინ რომ გითხე მითხარ. სად მუშაობდა ადრე? ადრე მუშაობდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, მაგრამ ბოროტა არა. აჰა, ნამდვილად კი. პატრული ხვალ გავა. პატრული ხვალ გავა დაწესებული. კი. ასევე ყველაფერს ეტაპობრივად მიეხედება. რა თქმა უნდა, მე არ გამოვრიცხავ აქ რაიმე ინციდენტებს კონდეს ადგილი, შეიძლება ვთქვათ, კიდე დარჩა სისტემაში უღირსი თანამშრომლები, რაღაც პერიოდში სრულად დაიწმინდება. კარცერები ახლა კარცერები გამოყენებული იქნება, თუმცა დისციპლინისთვის და კანონის თანახმად. დანში არის საუბარი, არა, კარცერები. ნაწილს კი, ერთი წუთი რა, 5 წუთში ეს არ მოხდება, მე დეტალურად მაქვს დავალებული, საერთოდ გაკეთდება სრული ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, ეს ერთნათქვამზე ადამიანს ვერ დასჯი, საჭიროა კონკრეტული მტკიცებულებები, რაც არსებობს ნაწილ შემთხვევებზე, ყველა იქნება დასჯილი და პასუხისმგებაში მიცემული. არ არის საუბარი მხოლოდ ხელმძღვანელ პირებზე. რიგითი თანამშრომლების, რომლებიც ძალადობდნენ თანამშრომლები, სანაშრომლო მე გპირდებთ, რომ არც ერთი სისტემაში არ დარჩება. დამჭირდება გარკვეული პერიოდი, რომ სისტემა სრულად გაიწმინდოს მათგან. აქ მოვა ახალი ხალხი, მაგრამ ეს 5 წუთში ვერ გაკეთდება. გარდა ამისა, ხა დამეთანხმებით ალბათ მე და შალვამ, რომელიც ძალიან დიდ დროს უთმობს ამ პრობლემატიკას ზოგადად, დავიარე კორპუსები, ნახა თვითონაც რომ რეალურად დაწესებულებაში სიმშვიდეა, რა თქმა უნდა იყო ხმაური და აჟიტირება. გამოცხადდება ეგრეთ აყვანა თანამშრომლების, გარდა ამისა, არაერთ ახალგაზრდა ადამიანს მოვიყვანთ სამუშაო სისტემაში. ტრენინგს ჩავატარებთ 1 წუთი. ყველაფერი ერთბაშად არის. გარდა ამისა, დავწუნდით ჩვენ თვითონ რომ იგივე პაციენტები აცხადებენ რომ მათ მიმართ ბოლო დროს მოპყრობა იყო სავსებით ჰუმანური და ნორმალური. გასავალ ერთმა პატიმარმა დაწესებულებას არ გულისხმობ. იქ იყო საუბარი, ერთ-ერთმა პატიმარმა განაცხადა რომ მას აქვს გარკვეული პრობლემები, თქვა რომ მასზე არის ეწოლა, ეხლა დავავალე მე ჩემ სამსახურს, გაარკვევენ თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ამაზე მე ცალკე მოგაწოდეთ ინფორმაციას. მე არ გამოვრიცხავ, კიდე იყოს არაერთი ადამიანი, რომელსაც რაღაც პრობლემა აქვს, ძველი პრობლემა ქონდა, რომელიც ძალიან კარგად ახსოვს, სარწმუნოებული ვარ. ამას ყველაფერს ჩვენ მოვიკვლევთ, მაგრამ ამას დაჭირდება დრო. მოგვეცით დრო, რომ სისტემა დაალაგდეს. აქ არის ბევრი პრობლემა. ჩვენ მოვისმინეთ მაგალითად 5 გვარი, რომლებიც ამობენ რომ ისაც ჩერდეთ. კი, არც ერთი არა, არანაირად არავის უარეს.
როდესაც გადის ის ადამიანები ისევე უხდებიან ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენ ამ ბოლო დღეებში ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვისმინეთ, იყო ასევე საუბარი აქედან თურმე გამოყავთ ნაცემები, საავადმყოფოში სასტრაფოს მანქანები დაყავთ უყდრები, ეს არის აბსოლუტური სიცრუე, გუშინ მე გავეცი ბრძანება, მძიმე ავადმყოფი ვინც იყო და საჭიროებდა სამოქალაქო საავადმყოფოში გაყვანას, ყველა გადაეყვანათ, იყო აქ ასეთი რამდენიმე, მოხდა აქ არავის არ აკარებენ თითს, გამორიცხულია. გიორგი, არჩევნები მოდის და როგორ ჩატარდება აქ არჩევნები? გუშინ მე მივეცი ბრძანება, რომ სიები დროულად გადაეგზავნოს საარჩევნო კომისიას, ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ არჩევნებმა ციხეს ჩაიაროს ნორმალურად. შენ პასუხისმგებლობა არანაირი ზეწოლა არ იქნება. ზეწოლა არავიზე არ განხორციელდება. ჩვენ არ ვნახავთ ისეთ სურათს, რომ ხუთიან შემოხაზული ბიულეტენები გავიდეს ამ ციხეში. როგორც ხდება პატიმრები რა შემოხაზავენ მათინება, თუმცა მე გავაკონტროლებ იმას, რომ მათ საკუთარი ნება გამოხატავენ თავისუფლად. შორის ესეც გითხრას პატიმრებმა, რომ ეუბნებიან, რომ შემოხაზონ ხუთი ნომერი და ამას გავარკვევ, ეს არის დაუშვებელი, არავის აქ ზეწოლა არ განხორციელდება. მე მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დაწესებულებაა, სადაც საარჩევნო უფლების მქონე პატიმრები არიან. მე ასევე დავავალებ ჩემ თანამშრომლებს, რომ ითანამშრომლ აქტიურად როგორც დამკვირვებლებთან, რა თქმა უნდა, კანონიდან გამომდინარე, ასევე სახალხო დამცველის აპარატის დარწმუნებული ვარ თავის საქმეს გააკეთებს. მე ვიცი, რომ ჯერ კიდე ჩემ პერიოდში იყო დაწყებული მუშაობა იმისთვის, რომ ციხეში არჩევნები ჩატარებულიყო ნორმალურად, ყოველგვარი დარღვევების გარეშე. ჩვენ რა თქმა უნდა ამას და კიდევ ერთი პრობლემა, ბევრი მისჯილია და კანონით მათ ეკუთვნით ზონა. რატომ არიან ამდენი მისჯილი? შალვა, სადაც არის ინფრასტრუქტურული პრობლემა, ჯერჯერობით ამას ვერ მოვლი, მე გუშინ განვაცხადე, რომ რა თქმა უნდა, რაც კი შესაძლებლობაა, ვისაც ეკუთვნის ნახევრადღეებში, თუ ადგილი იქნა, მივხედავთ, მე ამას ყოველთვის ხელს ეს უკანონოა. როგორ, რა თქმა უნდა, ეხლა ამ დაწესებულებაში ძალიან ბევრი მისჯილი პირია, თუმცა ადგილი არ არის. გარდა ამისა, ზუგდიდს და ბათუმს რაც შეიძლება მალე დავხურავ და მე მივხედავ თბილისის ნომერ 1 დაწესებულებას, რომელიც ასევე თუ რა თქმა უნდა შემდეგი მთავრობა მანდატს გაგიწყებს. ხო, რა თქმა უნდა, მე რა თქმა უნდა ამას ვამბობ იმ შემთხვევაში, მე დარწმუნებული ვარ, რომ მე მექნება საშუალება გარკვეული ცვლილებები გავატარო, ვინაიდან მე არ მითქვა საქართველოს პრეზიდენტმა, რომ მე მექნება არჩევნების მერე ვილაპარაკებ, მე ხარ როგორ პროგნოზს ვერ ნახოთ, რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგები გვიჩვენებს რა იქნება. მე იმ დღეში არჩევნებამდე და მინისტრი თუ იქენი მას შემდეგად ალბათ მთავრობას ახლიდან დაკომპლექტდება ყველა ვარიანტი, ხო, მიუხედავად იმისა, ვინ მოვა ხელისუფლებაში, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე თუ დავრჩი მინისტრად და იმედი მაქვს რომ დავრჩები, ვინაიდან ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ამ სისტემაში მოვაგვარო პრობლემები, რა თქმა უნდა, ყველაფერს შევუწყობ ხელს, ყველაფერი გაგაკეთოს, რა თქმა უნდა. ჯერჯერობით მე უზრუნველყოფ იმას, რომ ამ ეტაპზე სიმშვიდე იყოს და მე მინდა თქვენი ეთერით ყველას მოუწოდო, მშობლებს, ახლობლებს, დამშვიდდნენ. დაწესებულებებში ყველაში არის სრული სიწყნარე. დადის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ყველგან, ისინი მე აღარ მექვემდებარებიან. ვინ არის ხელმძღვანელი სახალხო დამცველის ასრულებს ჩემი მოადგილე ტატა ხონწარია, თუმცა პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტს როგორც ხელმძღვანელობა ქალბატონი ნათია იმნაძე, ისევე ხელმძღვანელობს. ისინი დილის 5 საათამდე იყვნენ ციხეში. გთხოვთ, შეუწყოთ ხელი იმას, რომ იმუშაოს ციხე ნორმალურ რეჟიმში. აქ არავის არ დააკარებენ ხელს, არავისზე არ იქნება ზეწოლა. უბრალოდ, ჩემთვის ახლა მთავარია ის, რომ სიტუაცია დაწყნარდეს, ახლობლებმა 1500-მდე პირმა გუშინ და გუშინ წინ მოინახულა თავისი ახლობლები, რომლებიც ყავთ ციხეში. 2 დღე დაგვჭირდება იმისთვის, რომ ყველა ნახოს 3500-მდე, ყველა ნახავს, ვისაც სურვილი აქვს თავის ახლობელს. ალბათ დამერწმუნებთ ახლობლები, რომლებიც გამოვიდნენ 1500-ზე, არავის არ უთქვია, რომ აქ ბოლო დღეებში ვინმეს დააკარეს საერთოდ თითი, იმიტომ რომ გამორიცხულია ეს ინფორმაცია, ვინმეს არ მიწოდებოდა და მე ვარ გარანტი იმისა, რომ სისტემაში პატიმრების უფლებების სისტემურ დარღვევას ბოლო მოეღება. გინდა გითხრათ, რომ უკვე ბოლო 3 დღეა არის სიმშვიდე ამ კუთხით და ესეც გაგრძელდება. გთხოვთ, გამოიყენეთ თქვენი ეთერი იმისთვის, რომ მოსახლეობას მიეწოდოს სიმართლე, რაც თქვენ ნახეთ თქვენი თვალით და გარდა ამისა, გთხოვთ იმას, რომ ვითარების დაძაბვას ნუ შეუწყოთ ხელს, პირიქით შეუწყოთ განმოხტვას. ეს ქვეყანას არ წაადგება და პატიმრების ახლობლებზეც ვიფიქროთ. მე აქ მოვედი დღეს იმისთვის თქვენთან ერთად, რომ ყველამ ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაიგოს, რომ ამ სისტემაში მოხდება სრული რეფორმირება, თუმცა ეტაპობრივად. დარჩება რაღაც საკითხები, რომლებსაც დრო უნდა, მაგრამ ცემატყებას რაც შეეხება, ეს ამ სისტემიდან აღმოიფრება. ცალკეულ ფაქტს თუ ექნება ადგილი, ყველა დაიჯდება, ამას მე ვიღებ საკუთარ თავზე. არა მარტო სამსახურიდან გაშვებით, მიეცემა პასუხისგებაში. დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე. ეს თემა უნდა დამთავრდეს და სპეკულირება იმითი, რომ დღეს აქ ვინმეს ცემენ, კლავენ, მიყავთ, მოყავთ, უნდა მოეღოს ბოლო. დამთავრებულია მკაცრი მითითება აქვს სადის უფროს მიცემული.
დაელაპარაკოს პატიმრებს, ასევე გამოიკვლიოს ის პირები, ვინც პირებზე არ იყვნენ და ისინიც მოიყვანონ და დასაჯონ. მოვიკვლევთ ჩვენ. ჩემი სია რაც ჰქონდა გუშინვე ყველა თანამშრომელს შეუჩერე უფლებამოსილება. ასევე მე პირადად გადაუგზავნე მასალას პროკურატურას, რომ სათითაოდ დაინტერესდეს და დავინტერესდები მე თვითონ. ინფრასტრუქტურას როგორ ანუ ციხეს მართვა მაინც ძალიან ბევრი წავიდა. ნაწილი თანამშრომლების, ვინც არ იყო შემჩნეული პატიმრებს და შეიძლება ძალიან კარგად იცი, რომ არაერთი თანამშრომელი ძალიან ნორმალურად ეპყრობოდა პატიმრებს, ესეთი კამერებზე ისო. იყო, კი. გარდა ამისა, ახალ ხალხს მოვიყვანთ ეტაპობრივად, რა თქმა უნდა. ჯამში გაშვებულია დაახლოებით გუშინ მე კიდე 10 ადამიანი გავანთავისუფლე, რამდენიმე დაკავებულია და მთლიანად საჯარო ახსნელების დეპარტამენტია დათხოვნილი. ზუსტი ციფრები ჯერჯერობით არ ვიცი, მე დღეს დავждები, სამინისტროში არა ვარ, ჯერ ნამყოფი, ხა ზუსტ მონაცემებს ნომერი. პატრული დღეს პატიმრებთან რეალურად ჯერჯერობით შემჭიდროებული რესურსები დარჩენილი თანამშრომლებით ვიმუშავებთ, მივაქცევთ ყურადღებას იმას, რომ რეალურად არც ერთმა არაფერი არ დაარღვიოს და ნელ-ნელა მოხდება გადახალისება. ნაწილი რა თქმა უნდა თანამშრომლების ვიზეთ არ გვექნება არანაირი ინფორმაცია. იქით და პირობა მინდა შეგანა, რომ მე ვისწავლები მე საჭიროებისამებრ, როცა დაგირეკავთ, იქნებ შეგვიშვა ხოლმე ციხეში ფაქტების კამერების ციხეში სიარული არ იქნება, თუმცა მე ვაპირებ ასევე რომ არასამთავრობო სექტორს შეუწყო ხელი იმაში, რომ გარკვეული საზოგადოებრივი მონიტორინგი მათაც განახორციელოს, ჩვენ დავიწყებთ ამაზე მუშაობა და რეალურად, რა თქმა უნდა, ამის გარკვეულ საკმაოდ მოკლე დროში ამ სიტუაციასაც უნდა გამოვხდავთ. აქედან გამომდინარე, მე მქონდა გუშინ უკვე საუბარი ნინოსთან, ზურიაშვილთან, თამონაჩულოშვილსაც ვესაუბრე. ჩვენ მე რამდენიმე დღე დამჭირდება ხა შიგნით რომ დავალაგო რაღაცეები, თუმცა ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მე მივცემ საშუალებას ასევე იმ ადამიანებს, რომლებთაც თქვა სურვილი აქვს ამის კეთების და ასევე მე ვთვლი რომ რეალურად შეუძლიათ კონკრეტულად რაიმე წვლილი შეიტანონ სისტემის გაუმჯობესებაში, რა თქმა უნდა, იმათ მე ჯერსერთი აქტიურად ვითანამშრომლებ, მეორეს ერთი მე არ გამოუგეცავ იმასაც რომ ხანდახან ერთად მოვიდეთ, ხანდახან ისინი მოვიდნენ. შეიძლება ისაგებო შემთხვევაში. აი, აქ ახართ თქვენს ნებართვით, მედის ნებართვით მედის ხანდასწრებით ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს შანსი, მომინახულოთ ფსიქიატრიულ ნახეთ ჯო ვიყავით ბატონ დიმიტრი და ძალიან ხოთა პაციენტებთან ახლა სიარული არ გეუბნებით. უბრალოდ ნახოთ დავწუნდეთ ძინებები რომ დავდგეთ პატიმართა კონტინგენტი დეტალურად სია მაქვს მე ამოღებული, ეს არის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც სანახავია. ამით არ პატიმრების ნახვა ამ მერე მოგვიანებით ახლა უნდა სიტუაცია ციხეში დაწყნარდეს. ძალიან გთხოვთ ახლა ნუ გამოვიყენებთ ამ სიტუაციას. კი. არ გეუბნებით კამერების თანდასწრებით. მე მომეცით უფლება. თავი ჩაცი. მომინახულო 2-3 განყოფილებაში მყოფი პატიმრები, მათ შორის ფსიქიატრიულ განყოფილებაში არიან ექიმები, არა ბატონ დიმიტრი, ჩვენ ერთი წუთით დავამთავროთ, მე მჭირდება გავერკვე რა ასე გაგზავნეთ თქვენ რომ მე არასამთავრობო სექტორისთვის შეიძლება პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის ბატონ დიმიტრი მე თქვენთან ერთად დავივლი გარკვეულ საქმეს. ხო და ცოტა ხანი კი ბატონ დარჩით თქვენ როდესაც წავედია, მე შეიძლება მომიწიოს უბრალოდ ერთი შეხვედრის ჩატარება და მე და თქვენ შეგვიძლია საღამოს მოვიდეთ და დავიარეთ. და მანამდე მინდა კიდე გთხოვოთ რომ არასრულწლოვნებთან რამდენად ჩემთვის ცნობილი არასამთავრობო ჯერ არ ყოფილა არასრულწლოვნებთან ვაპირებ მე თვითონ UNICEF-ის წარმომადგენლებთან ერთად მეც მომეცით კი ბატონო ვნახავთ არას დაიცავთ მაშინ ეს პარიტეტი თუ არის ეს ყველაფერი თუ არ არის ეს პიარს არ ემსახურება თქვენ არაფერი არ ემსახურება აქ პიარს გასაგებია ჩვენ უბრალოდ მედია შემოვიყვანჩი ეხლა ძალიან გთხოვთ უბრალოდ შალვა გავიდეთ ჩვენ მე და შალვა იმიტომ ვინაიდან გაგულან აღებას იწევ შენი დანახვა შენი ასე ვთქვათ ყოფილი მეგობრების და დაწესებული არსებული მეგობრების გთხოვ რომ გავიდეთ ეხლა დაწესებულებიდან გთხოვთ მომეცით საშუალება ვიმუშაოთ ეს მე ასევე შევხვდები ყველა დაწესებულების დირექტორს კიდე მკაცრად გავაფრთხილებ იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს ძალიან ზუსტი ხედვა მაქვს იმაზე რა არის სისტემაში გასაკეთებელი და გთხოვთ მედიას განსაკუთრებით რომლის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია ამ მთელ პროცესში გავაშუქოთ ყველაფერი მაგრამ შეუწყოთ ხელი იმას რომ სიტუაცია დამშვიდეს და პატიმრების ახლობლებმა დაინახონ ის რომ დაწესებულებებში არის სრულის მშვიდე ამის გარანტი ვარ მე რამე ინციდენტს თუ როდის მე ექნება ადგილი დღეს სხვა რამდენიმე დღის მერე ვპირდებთ რომ მოყვება ჩემი მხრიდან სათანადო რეაგირება ეს კარცერები არ გაცლილია საერთოდ და ის მანქანები რომ გამოდის ეს მანქანები რომ გამოდის იქიან პატიმრები